ვულკანი იღვიძებს ისლანდიაში. მთა მოფქრავს მილიონობით ტონა ფერფლს ცაში. ისლანდიაში ახლა უჩვეულო რამ ხდება. ბოლო წლებში ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები მოხდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურისა და გეოლოგების თქმით, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ვულკანური აქტივობა არ არის. ეს არის ძალიან გრძელი გეოლოგიური ციკლის ნაწილი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თაობის განმავლობაში და რაც გასაკვირია, აქ მხოლოდ რამდენიმე წელზე არ არის საუბარი. შესაძლოა ეს პროცესი გაგრძელდეს 200-დან 400 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ისლანდიაში დღეს დაბადებული ბავშვები დიდი ალბათობით კვლავად შეესწრებიან ვულკანურ აქტივობას, მაშინაც კი როცა მოხუცდებიან. და მათი შვილიშვილები და მომავალი თაობებიც შეიძლება იგივე სიტუაციას შეეჯახონ. მაგრამ რატო ხდება ეს? რატომ არ წყდება ლავის ამოფრქვევა და მიწის რყევა ამ ქვეყანაში? პასუხი თავად ისლანდიის ქვეშ იმალება. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და ასევე გამოიწერეთ ჩვენი ახი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ეს უბრალოდ კუნძული არაა ატლანტის ოკეანეში. ეს ერთ-ერთი უნიკალური ადგილია მთელ მსოფლიოში, სადაც პირდაპირ ერთმანეთს ხვდება დედამიწის ორი უზარმაზარი ტექტონიკური ფილა. ერთ მხარეს არის ჩრდილოეთ ამერიკის ფილა და მეორე მხარეს არის ევრაზიის ფილა. ისინი ნელ-ნელა შორდებიან ერთმანეთს ყოველ წელს. მათი მოძრაობა ძალიან ნელია. თითქმის ისეთივე სიჩქარით მოძრაობენ, როგორც ჩვენი ფრჩხილების ზრდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი ნელი მოძრაობისა, ეს მიწის ქვეშ უზარმაზარ გავლენას ახდენს. როდესაც ეს ორი ფირფიტა შორდება ერთმანეთს, დედამიწის ქერქში ნაპრალი ჩნდება. და მანტიის ძალიან ცხელი ნაწილიდან მაგმა ამოდის, რათა შეავსოს ახალი სივრცე. როცა მაგმა გაცივდება, ის ახალ ქვას ქმნის. ასე ნელ-ნელა იზრდება დედამიწის ქერქი. ასე წარმოიქმნა ძალიან გრძელი შუა ატლანტიკური ქედი, ყველაზე გრძელი მთის სისტემა მთელ პლანეტაზე. მისი სიგრძე 16000 კილომეტრზე მეტია. განსხვავება ისაა, რომ ამ ნაწილის თითქმის ყველაფერი ზღვის ქვეშაა დაფარული, მაგრამ აისლანდიაში ყველაფერი სხვანაირადაა. რადგან ეს ქედი მოულოდნელად ამაღლდება და წყლის ზედაპირზე გამოდის. და სწორედ აქ იწყება ამ ქვეყნის უჩვეულო ისტორია. მაგრამ რა იმალება ისლანდიის ქვეშ? სინამდვილეში შტულეში ისლანდიის ქვეშ კიდევ უფრო ძლიერი ძალა მოქმედებს. ეს მხოლოდ ტექტონიკური ფირფიტების გაყოფა არ არის. ტექტონიკური ფირფიტები ისლანდიის აქტიურობის მიზეზია, მაგრამ კიდევ ერთი დიდი მიზეზი არსებობს. მთელი ქვეყანა პირდაპირ მანტიის ცხელი წერტილის თავზე მდებარეობს. რა არის ეს? ეს არის დედამიწის შიგნით არსებული ნაწილი, სადაც მანტიის ჩვეულებრივ ქვებთან შედარებით ტემპერატურა უფრო მაღალია. და მაღალი ტემპერატურის გამო ქვები უფრო ადვილად დნება და მაგმად იქცევა. მეტი მაგმა გროვდება. შესაბამისად, მიწისძვრის ალბათობაც იზრდება. ასევე იზრდება ძლიერი ვულკანური ამოფრქვევების ალბათობა. ეს გავს ორ სხვადასხვა მანქანას, რომლებიც ერთდროულად ზემოთ უბიძგებენ ერთსა და იმავე ადგილას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აისლანდია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანური რეგიონია მთელ მსოფლიოში. გეოლოგების თქმით, შუა ატლანტიკური ქედისა და მანტიის ცხელი წერტილის ერთ ადგილას თანხვედრა დედამიწაზე ძალიან იშვიათია. ეს ასევე მიზეზია იმისა, რომ კუნძული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუდმივად იზრდება. იმ დროს, როცა ბევრ ქვეყანას ზღვა ეროზიის გამო ნელ-ნელა ართმევს მიწას, ისლანდია კი მუდმივად ქმნის ახალ მიწას. ახალი მიწა ცეცხლიდან, რომელიც მოდის პლანეტის სიღრმიდან. ამის მიუხედავად, თუ დავფიქრდებით, დედამიწა მართლაც ძალიან ძველია, ჩვენი პლანეტის ასაკი დაახლოებით 4 მილიარდ წელზე მეტია. მაგრამ თუ ამას ისლანდიას შევადარებთ, ისლანდია თითქოს ახლად დაბადებული ნაწილია დედამიწის. გეოლოგების თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ძალიან ახალგაზრდაა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურისა და გეოლოგების კვლევების მიხედვით, ისლანდიაში ყველაზე ძველი ქანები მდებარეობს დასავლეთ ფიორდებსა და აღმოსავლეთ ისთ ფიორდებში. მათი ასაკი დაახლოებით 16-დან 18 მილიონ წლამდეა. ჩვენთვის ეს შეიძლება, მაგრამ დედამიწის ისტორიაში ეს თითქმის გუშინდელივითაა. რომ გაგიჩნდეს წარმოდგენა, ევროპის კონტინენტის ბევრ ნაწილში ქანები 500 მილიონ წელზე მეტისაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი განსხვავება ისლანდიასთან შედარებით. და რაც უფრო სამხრეთისკენ მიდიხარ ქვეყანაში, მით უფრო ახალდაზრდავდება მიწა. ბრიკიანესის ნახევარკუნძულზე მიწის მრავალი ნაწილი მხოლოდ 3-დან 7 მილიონ წლამდეა ჩამოყალიბებული. გეოლოგიის სამყაროში ეს მაინც ძალიან ახალდაზრდაა. ეს ნიშნავს, რომ ბუნების შექმნა ამ ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა. დღემდე ვულკანები კვლავად ცვლიან მას. ამას ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი პატარა სურცეის კუნძულია. 1963 წელს ატლანტის ოკეანის იმ ნაწილში კუნძული არ არსებობდა. იქ მხოლოდ ზღვა იყო.
შემდეგ ოკეანის ფსკერზე ვულკანი ამოიფრქვა. ნელ-ნელა ლავა სიღრმიდან ამოვიდა. ის გაცივდა, როცა ზღვის წყალს შეერწყა. და სულ რამდენიმე წელიწადში ახალი კუნძული გაჩნდა. თითქოს სამყაროს ახალი ნაწილი უცებ გამოჩნდა ზღვიდან. რადგან მეცნიერებმა ზუსტად იცოდნენ, როდის წარმოიშვა სურცეი, მათ ის ბუნების ძალიან მნიშვნელოვან ლაბორატორიად აქციეს. კაცრად აკრძალულია ჩვეულებრივი ადამიანების შესვლა აქ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ არ დაერღვეს სიცოცხლის ბუნებრივი განვითარება. წლების განმავლობაში ფრინველები ნელ-ნელა გამოჩნდნენ, შემდეგ ქარმა მცენარეების თესლები მოიტანა. ნელ-ნელა გამრავლდნენ ბალახები, ხავსი, მწერები და სხვა სიცოცხლეც. ამიტომ მეცნიერებმა დაინახეს, როგორ იწყება ეკოსისტემა იმ ადგილას, რომელიც ადრე მხოლოდ ქვა და ლავა იყო. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ადგილი მსოფლიოში, სადაც თითქმის პირველი დღიდანვე დააკვირდნენ მთელი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მაგრამ ისლანდიის ახალდაზრდობას თან ახლავს სხვა რამეც. როცა მიწა ჯერ კიდევ ახალდაზრდა, ეს ნიშნავს, რომ მის ქვეშ ბზარები ჯერ კიდევ ახალია. მაგმის მოძრაობა უფრო აქტიურია. ვულკანების ამოფრქვევები უფრო ხშირად ხდება და ძლიერი მიწისძვრებიც უფრო ხშირი. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, მთელ ქვეყანაში დაახლოებით 30 აქტიური ვულკანური სისტემა არსებობს. ზუსტი რიცხვის დათვლა ადვილი არ არის. არსებობს ვულკანური სისტემები, სადაც მხოლოდ ერთი დიდი ვულკანია. მაგრამ ასევე არის ძალიან გრძელი მიწისქვეშა ბზარების ჩაჭვები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას შეიძლება ამოიფრქვეს. ზოგი მათგანი ასობით წლის განმავლობაში ჩუმადაა, სანამ კვლავ გააქტიურდება. ამიტომ გეოლოგების დათვლის მეთოდზე დამოკიდებულია, რომ ძირითადი აქტიური ვულკანური სისტემების რაოდენობა შეიძლება იყოს 28-დან 23-მდე. ბოლო 10,000 წლის განმავლობაში ისლანდიაში 100-ზე მეტი ვულკანი ამოფრქვეულა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ ევროპაში. და ქვეყნის უნიკალური მდებარეობის გამო თითქმის ყველა ტიპის ვულკანური ამოფრქვევა შეიძლება მოხდეს აქ. აქ ჩანს ვულკანები, რომლებიც ნელ-ნელა გამოყოფენ თხელ ლავას, რომელიც მრავალი კილომეტრის მანძილზე მიედინება. ასევე არსებობს ვულკანები, რომლებიც მოულოდნელად ფეთქდებიან და ჰაერში უზარმაზარ ფერფლის ღრუბელს ისვრიან. ასევე ხდება ამოფრქვევები, რომლებიც უშუალოდ მიწის გრძელ ბზარებში ხდება და არა მხოლოდ ერთ მთაზე. ასევე არსებობს დიდი კალდერები, რომლებიც წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც მიწის ქვეშ უზარმაზარი რაოდენობის მაგმა ამოიწურება. მოკლედ რო ვთქვათ, ისლანდია მეცნიერებისთვის მეთქვარი დიდი საკლასო ოთახივითაა, ვისაც სურს შეისწავლოს მსოფლიოს თითქმის ყველა ტიპის ვულკანი. მაგრამ ამ ყველა საფრთხის მიუხედავად ისლანდიის მოსახლეობის უმეტესობა მაინც აქ ცხოვრობს. მაგრამ რატო? იმიტომ რომ ქვეყნის მასშტაბით კლიმატი ერთნაირი არ არის. ისლანდიის ცენტრალური ნაწილი თითქმის მთლიანად მთებით, ლავის ველებით, ყინულითა და ვულკანური უდაბნოებითაა დაფარული. ეს ადგილი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცივია. აქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. მეორე მხრივ სანაპიროებზე პირობები უკეთესია განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამიტომაც ეხმარება გოლფსტრიმი, რომელიც ატლანტის ოკეანეში თბილი წყლის ნაკადია. ამიტომაც ბევრი პორტი ძლიერად არ იყინება ზამთრის სეზონშიც კი, ასევე უფრო ადვილია თევზაობა ისლანდიის გარშემო ოკეანეებში და რადგან თევზი უხვადაა, განსაკუთრებით ქაშაყი, აქ დაიწყო მრავალი თემის განვითარება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ქალაქებიც გაიზარდა. დაიხსნა მეტი გზა, აშენდა მეტი სახლი, მეტი საავადმყოფო და მეტი სკოლა და საბოლოოდ ეს გახდა მთელი ქვეყნის ეკონომიკის ცენტრი. დღესდღეობით ისლანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეიკიავიკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. აქვე მდებარეობს ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უმეტესობაც. მაგრამ ბუნებამ ისლანდიას მხოლოდ თევზი არ აჩუქა. ისინიც ისწავლეს მიწისქვეშეთიდან მომდინარე სითბოს გამოყენება. ქვანახშირსა და დიდი რაოდენობით წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ნაცვლად ისლანდია იყენებს გეოთერმულ ენერგიას. ისლანდიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით ქვეყნის სახლების 85%-ზე მეტი თბება გეოთერმული წყლით. მიწისქვეშეთიდან ძალიან ცხელი წყალი ამოყავთ ღრმა ჭაბურღილებით. შემდეგ ეს წყალი მიეწოდება სახლებში, შენობებში, საცურაო აუზებში და ზოგიერთ გზაზეც კი, რათა ზამთარში ყინული დადნეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, იგივე სითბო, რომელსაც შეუძლია დამანგრეველი ვულკანური ამოფრქვევის გამოწვევა, ასევე უზრუნველყოფს კომფორტულ და სუფთა ენერგიას მილიონობით ადამიანს. მაგრამ როცა ქალაქები იზრდება და ინფრასტრუქტურა ფართოვდება, რისკიც უფრო მეტად იზრდება. იმიტომ რომ ეხლა უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებიც შეიძლება ვულკანის შემდეგმა ამოფრქვევამ დააზარავოს. და რაც უფრო შემაშფოთებელია, ეს არ არის რისკი, რომელიც შეიძლება რამდენიმე ასეული წლის შემდეგ მოხდეს. გეოლოგების თქმით, არსებობს ნიშნები, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულის ქვეშ მაგმის ახალი მოძრაობა იწყება.
და ამ ამბის შემდეგი თავი დაიწყება არა შორეულ მომავალში, არამედ პირდაპირ ადამიანების ფეხქვეშ. ბევრი წლის განმავლობაში რეიკიანესის ნახევარკუნძული თითქოს მშვიდი იყო. ზოგჯერ მიწისძვრები მაინც ხდებოდა, მაგრამ არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ დიდი ცვლილება ახლოვდებოდა. 2019 წლის ბოლოსკენ ფაგრადალსფიალის გარშემო მოულოდნელად მიწისძვრების რაოდენობა გაიზარდა. თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე მიწისძვრა იგრძნობოდა, მაგრამ კვირების გასვლასთან ერთად თითქმის ყოველდღე ახალი ბიძგი იყო და ისინი თანდათან ძლიერდებოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, 2021 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ რამდენიმე კვირაში ერთ რეგიონში 80,000-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეს არ არის ჩვეულებრივი მიწისძვრა, ეს არც დიდი მიწისძვრაა, რომელსაც შემდეგი ბიძგები მოხვდება. ამას გეოლოგები სეისმურ ჯგუფს უწოდებენ. ასეთ სიტუაციაში ათასობით მცირე და საშუალო მიწისძვრა ხდება ერთმანეთის მიყოლებით, ერთი მკაფიოდ გამოყოფილი მთავარი მიწისძვრის გარეშე. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს საშიში გამოცდილებაა, მაგრამ მეცნიერებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა. როდესაც ესეთი ტიპის სეისმური ბიძგების სერია ხდება ისლანდიაში, ჩვეულებრივ მიწის ქვეშ დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. ბევრ შემთხვევაში ეს ნიშანია იმისა, რომ მაგმა მოძრაობს. მაგრამ როგორ ხდება ეს? წარმოიდგინე დედამიწის ქერქი, როგორც სქელი მინა. როდესაც ძალიან ცხელი მაგმა მანტიისგან ზემოთ მიიწევს, ის ეძებს ქვის ყველაზე სუსტ ნაწილს. როდესაც ის პატარა ბზარს აღმოაჩენს, ცდილობს გაადიდოს ნაპრალი. ბზარის გაზრდასთან ერთად მიწისძვრებიც იმატებს, მაგრამ ვულკანი ჯერ არ ფეთქდება. ამის ნაცვლად მაგმა თითქოს ნელ-ნელა ატარებს საკუთარ თავს ქერქის შიგნით. რაც უფრო მეტი მაგმა შედის, მით უფრო იზრდება წნევა. როდესაც ქვებს აღარ შეუძლიათ ამ ძალის შეკავება, მაშინ ხდება ამოფრქვევა. სწორედ ეს მოხდა ისლანდიაში. 2021 წლის მარტში რამდენიმე თვის გამუდმებული მიწისძვრების შემდეგ მიწაზე გრძელი ბზარი გაჩნდა ფაგრადალსფიალში. დიდი მთის ამოფრქვევის ნაცვლად გრძელი ბზარი გაიხსნა. აქედან უწყვეტად დაიწყო ლავის დენა. მეცნიერების თქმით, პირველი გაჩენილი ბზარის სიგრძე დაახლოებით 180 მეტრს აღწევდა. მთელი ველი ცეცხლის მდინარეს დაემსგავსა. ბევრი ადგილობრივი პირველად ხედავდა ასეთი ტიპის ამოფრქვევას საკუთარ ცხოვრებაში. ისლანდიის ხელისუფლების თქმით, ეს ასევე იყო პირველი ვულკანური ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე. დაახლოებით 800 წლიანი სიჩუმის შემდეგ, მაგრამ ეს დასასრული არ იყო. სინამდვილეში ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამოფრქვევის თითქმის 6 თვის შემდეგ შეწყვეტის შემდეგ, ბევრმა იფიქრა, რომ პრობლემა დასრულდა, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენა იყო. 2022 წელს ამოფრქვევა კვლავ დაიწყო. შემდეგ კი 2023 წელს ისევ ამოფრქვა მოხდა. დროთა განმავლობაში გეოლოგებმა შენიშნეს, რომ მაგმის აქტივობა რეიკიანესის ნახევარკუნძულის სხვა ნაწილებში გადადის. ის ნელ-ნელა გადაადგილდებოდა სვარცეგნის მიმართულებით. აქ დაიწყო სიტუაციის სერიოზულად გამწვავება. 2023 წლის 10 ნოემბერს ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, თითქმის მთელი გრინდავიკის ქალაქი ევაკუირებული იქნა. 3700-ზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა საკუთარი სახლები. არა იმიტომ, რომ ამოფრქვევა უკვე დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ მეცნიერებმა შენიშნეს უზარმაზარი მაგმის ინტრუზია, რომელიც პირდაპირ ქალაქის ქვეშ გადის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მიწის სიღრმეში უზარმაზარი რაოდენობის მაგმა მოძრაობს. ნებისმიერ დროს მას შეუძლია იპოვოს გამოსავალი გარეთ. ევაკუაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ გრინდავიკის შიგნით მრავალი ბზარი გაჩნდა, რამდენიმე სახლი დაზიანდა, გზებზე ღრმა ნაპრალები წარმოიშვა, დაზიანდა ასევე რამდენიმე წყლის მილი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. როიტერსისა და ისლანდიის ხელისუფლების ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფაა, რაც ისლანდიას ბოლო 10 წლებში გამოუფშია. დღემდე გრინდავიკში მუდმივად ცხოვრები მოსახლეობა კვლავ ცოტაა, რადგან ახალი ამოფრქვევის საფრთხე კვლავ მაღალია. მაგრამ გეოლოგებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ, რაც მათ შენიშნეს. ეს უბრალოდ ვულკანის გახვიძება არ იყო. მათ აზრით, თავიდან დაიწყო ძალიან გრძელი გეოლოგიური ციკლი, რომელიც ბოლოს ვიკინგების ეპოქაში მოხდა. და სწორედ აქ ხდება ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ნორსელი დასახლებულები პირველად ჩამოვიდნენ ისლანდიაში 874 წელს, ისინი გულმოდგინედ აღრიცხავდნენ მნიშვნელოვან მოვლენებს. მათი ძველი ჩანაწერებსა და საგებში არის ისტორიები ცეცხლზე, რომელიც ზღვიდან ამოდის და სიბნელეზე, რომელიც შუა დღესაც კი იყო. საუკუნეების განმავლობაში ბევრს ეგონა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდები იყო. მაგრამ როდესაც თანამედროვე გეოლოგებმა შეისწავლეს ძველი ლავის ნაკადები, ვულკანური ფერფლის ფენები და ნალექები რეიკიანესის გარშემო, მათ შენიშნეს, რომ ბევრი დეტალი ემთხვევა ვიკინგების ჩანაწერებს.
ისლანდიის გეოლოგიური სამსახურისა და სხვა კვლევითი ინსტიტუტების კვლევებმა აჩვენა, რომ რეიკიანესში 1210-დან 1240-მდე წლამდე დიდი ამოფრქვევების სერია მოხდა. ამ პერიოდს დღეს რეიკიანესის ცეცხლებს უწოდებენ. მაშინ ერთი ამოფრქვევა არ ყოფილა. ამოფრქვევები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა და მრავალი 10 წლეულის განმავლობაში გაგრძელდა. ამის გამო განადგურდა ვრცელი საძოვრები, გლეხებს გაუჭირდათ, ბევრი შინაური ცხოველი დაიხოცა ფერფლისა და საკვების ნაკლებობის გისგამ. ეს დიდი გამოწვევა იყო ისლანდიის პირველ მოსახლეთათვის. მაგრამ ეს ძველი მოვლენები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როცა მეცნიერებმა მიწის უფრო ღრმა ისტორიის შესწავლა დაიწყეს. ისლანდიის ტბებისა და მიწის ფენების ქვეშ ვულკანური ფერფლის თხელი ფენებია. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს უბრალოდ ფერფლია, მაგრამ ლაბორატორიაში თითოეულ ფენას თავისი ქიმიური ხელწერა აქვს. სილიკას, რკინის, მაგნიუმის, კალციუმისა და სხვა მინერალების რაოდენობა განსხვავებულია, რაც თითოეული ვულკანის ანაბეჭდს გავს. ამ ფერფლის ფენების ანალიზისა და მათ ზემოთ და ქვემოთ მდებარე ნიადაგებში რადიოკარბონული დათარიღების გამოყენებით მეცნიერები ზუსტად ადგენენ, როდის მოხდა უძველესი ამოფრქვევები. ისლანდიის გეოლოგიური კვლევის მიერ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მათ დაადგინეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეიკიანესის ნახევარკუნძული გააქტიურდა. ბოლო 4000 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ხანგრძლივი პერიოდი ძლიერი ვულკანური აქტივობისა. თითოეული ციკლი გრძელდება რამდენიმე ასეული წელი, შემდეგ კი ისევ სუსტდება. და დაახლოებით 800-დან 1000 წლამდე გასვლის შემდეგ იწყება ახალი ციკლი. ეს არის მიზეზი, რის გამოც გეოლოგები სერიოზულად სწავლობენ ამჟამინდელ სიტუაციას. არა იმიტომ, რომ ზუსტად იციან რა მოხდება შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ მოვლენები, რასაც ახლა ხედავენ, თითქმის იგივეა, რაც ადრე მომხდარი მოვლენების ნიმუშები. თუ მათი ინტერპრეტაცია სწორია, ეს შეიძლება არ იყოს დროებითი ამოფრქვევების სერია. ეს შეიძლება იყოს ახალი აქტივობის ეტაპის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ვიკინგების დროს, როცა მიწა იშლებოდა და ცეცხლი ამოდიოდა, მათ თითქმის არაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ, გარდა იმისა, რომ თავი აერიდებინათ, ელოცათ და ეცადათ გადარჩენას. მაგრამ დღეს ისლანდია სულიად განსხვავებულია. მათ უკვე აქვთ სატელიტები, GPS სადგურები, მიწისძვრის სენსორები და მეცნიერები, რომლებიც თითქმის რეალურ დროში აკვირდებიან მიწის მოძრაობას და ყავთ ინჟინრები, რომლებიც პირდაპირ აშენებენ კედლებს ლავის წინააღმდეგ. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, სანამ რეიკიანესის ზოგიერთი ნაწილი ამოიფრქვეოდა, იყო ადგილები, სადაც მიწა აიწია ქვემოთ დაგროვებული მაგმის გამო. ეს თვალით მარტივად შესამჩნევი არ არის. მაგრამ GPS-ისა და სატელიტური რადარის დახმარებით მეცნიერები ხედავენ, რომელი მიწის ნაწილი იბერება, იძირება ან მოძრაობს. როცა მიწა უეცრად იწევს, ეს ნიშნავს, რომ ქვეშწნევა გროვდება. ეს გავს ბუშტს, რომელსაც ნელ-ნელა ჰაერს უმატებენ. როდესაც ქვეშმაგმა მატულობს, ის მიწას ზევით აწვება. თუ ამას ათასობით პატარა მიწისძვრა დაერთო, სურათი კიდევ უფრო ნათელი ხდება. გეოლოგები ხედავენ, სად გადის მაგმა, რა სიღრმეზეა, რა ზომისაა და შესაძლებელია თუ არა, რომ ზედაპირზე გამოვიდეს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ზუსტად იციან ამოფრქვევის დრო, არც ერთი მეცნიერი ვერ გეტყვით ზუსტად, რომელ წუთზე გაიხსნება მიწა, მაგრამ მათ შეუძლიათ დაინახონ გამაფრთხილებელი ნიშნები. და ისლანდიაში წინასწარი გაფრთხილების ყოველი საათი ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან როცა ლავა დაიწყებს დინებას, მისი შეჩერება ასე მარტივად შეუძლებელი იქნება. ეს არ გავს წყალდიდობას, რომელიც შეიძლება სწრაფად დაიწიოს. არც ცეცხლს გავს, რომელსაც წყლით ჩააქრობ. ლავა არის გადნარი ქვა, ძალიან ცხელი და მძიმე. და როცა ის განაგრძობს დინებას, შეუძლიათ აფაროს გზა, დააზიანოს მილები, შთანთქას მიწა და გადაკეტოს გზა ქალაქისკენ. ამიტომ ისლანდიის სტრატეგია არ არის მხოლოდ ვულკანის ამოფრქვევის დროის გამოცნობა, უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, სად წავა ლავა, როცა ამოვა. აქ ერთვებიან ინჟინრები. ისინი იყენებენ კომპიუტერულ მოდელებს, რათა შეისწავლონ მიწის ფორმა. ისინი აკვირდებიან, სად არის რელიეფი დაქვეითებული, სად შეიძლება ლავა მიედინოს, სად შეიძლება შენელდეს და სად უნდა განთავსდეს ბარიერები, რათა ლავა სახლებიდან, გზებიდან, ელექტროსადგურებიდან ან წყლის მილსადენებიდან გადაიტანოს. როიტერსისა და ისლანდიის ხელისუფლების მიხედვით, მას შემდეგ რაც გლინდავიკის მცხოვრებლებმა 2023 წლის ნოემბერში დატოვეს ტერიტორია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მნიშვნელოვანი ადგილების გარშემო დამცავი ბარიერების აშენება. ამ კედლების მიზანი არ არის ვულკანის დამარცხება, ლავა ასე მარტივად არ ექვემდებარება. ნამდვილი მიზანი უფრო მარტივია, მისი შენელება, გადამისამართება და დროის მოგება. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე საათის მოგება დიდი მნიშვნელობისაა. შეიძლება ადამიანების ევაკუაცია.
შეიძლება აღჭურვილობის გადატანა, შეიძლება საშიში გზების დახურვა, შეიძლება დაცული იქნას ელექტროსადგური და ცხელი წყლის მიწოდება. ქვეყანაში, რომელიც გეოთერმულ ენერგიაზეა დამოკიდებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან თუ მილსადენები და ელექტროსადგური დაზიანდება, მხოლოდ სახლები არ დაზარალდება, გათბობაც დაზარალდება. დაზარალდება ელექტროენერგია, დაზარალდება წყალი, დაზარალდება მთელი საზოგადოება, მაგრამ ლავა ერთნაირი არ არის. არის ლავა, რომელიც სქელია, ნელა მიედინება და ზედაპირი უხეში აქვს. არის ლავა, რომელიც უფრო თხელია, უფრო სრიალაა და უფრო ადვილად მიედინება მიწის დაბალ ნაწილებში. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, ბარიერის ფორმა და დახრილობა დიდ გავლენას ახდენს ლავას მოძრაობაზე. თუ კედელი არასწორად არის განთავსებული, ლავა შეიძლება დაგროვდეს, აიწიოს და გადაცდეს მას. მაგრამ თუ დახრილობა სწორია, უფრო დიდი შანსია, რომ ლავას ნაკადი გადამისამართდეს უფრო უსაფრთხო ადგილას. სწორედ ამიტომ საკმარისი არ არის უბრალოდ მიწის დაკრა. ინჟინერებმა უნდა იცოდნენ ნაკადის მიმართულება, უნდა იცოდნენ სიჩქარე, უნდა იცოდნენ სისქე და მათ უნდა იმოქმედონ მანამდე, სანამ ლავა საბოლოოდ მიაღწევს კრიტიკულ ადგილს. რეიკიანეში ბარიერები დამზადდა მიწისგან, ხრეშისგან, ქვისგან და გარშემო არსებული მასალებისგან. ზოგჯერ როცა მათ აშენებდნენ, ლავა უკვე ახლოს იყო. ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟი მუშაობს იმის ცოდნით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ცეცხლის მიმართულება. ეს არ არის ჩვეულებრივი სამშენებლო პროექტი. ეს არის დროის წინააღმდეგ ბრძოლა და დედამიწის ძალის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ პირველმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმედი არსებობს. მართალია მათ არ შეუძლიათ თლიანად შეაჩერონ ამოფრქვევა, შეუძლიათ ლავის მარშრუტის შეცვლა, გარკვეულ შემთხვევებში. შეუძლიათ ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ნაწილის დაცვა და შეუძლიათ ადამიანებს თავის გადასარჩენად მეტი დრო მისცენ. აქ განსხვავდება თანამედროვე ისლანდია ვიკინგების დროინდელი ისლანდიისგან. მაშინ ამოფრქვევა უბრალოდ ბედისწერა იყო. როცა ლავა მოვიდოდა, უბრალოდ გარბოდი. ეხლა ამას კოსმოსიდან აკვირდებიან. ზომავენ სენსორების გამოყენებით. იყენებენ კომპიუტერულ მოდელებს და ბლოკავენ ადამიანის მიერ აშენებული კედლებით, მაგრამ რამდენადაც ჭკვიანი არ უნდა იყოს ტექნოლოგია, მაინც არსებობს ნათელი ზღვარი. ადამიანს არ შეუძლია ვულკანის შეჩერება. ვერც ერთი მანქანა ვერ შეაჩერებს ტექტონიკური ფილების დაშორებას. და ვერც ერთი ინჟინერი ვერ დახურავს რეიკიანესის ქვეშ არსებულ ღრმა ნაპრალებს. ერთადერთი რაც შეუძლიათ არის საფრთხის წინასწარ განჭვეტა. მიწის მოძრაობის დაკითხვა, ხალხის მომზადება და ცეცხლი გადაამისამართონ, სანამ ის ქალაქის გულამდე მიაღწევს. ამიტომ სანამ მაგმა ისლანდიის ქვეშ განაგრძობს მოძრაობას, ამ ქვეყნის ბრძოლა მხოლოდ გადარჩენაზე არ არის. ეს ეხება იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია თანამედროვე ადამიანს გაუძლოს ძალას, რომელიც უფრო ძველია, უფრო ძლიერია და უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ქალაქი, რომელიც ჩვენ აგვიდია ერთმანეთის თავს. ყოველი ახალი ამოფრქვევისას ისლანდია რაღაც ახალს სწავლობს. და თითოეულ ახალ გაკვეთილს ისინი მაშინვე იყენებენ შემდეგი გამოწვევისთვის. აი რატო იზრდება და უმჯობესდება მათი ლავისგან თავდაცვის სისტემები ყოველ წელს. ისლანდიის ხელისუფლების თქმით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მომდევნო ამოფრქვევის შემდეგ, მათ დაიწყეს ძალიან გრძელი დამცავი ბარიერების აშენება, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილების გარშემო. ეს აღარ არის უბრალოდ მიწის გრო. ეს უკვე უზარმაზარი საინჟინრო პროექტია. ზოგიერთი ბარიერი რამდენიმე კილომეტრის სიგრძისაა, ხოლო სხვები თითქმის 24 მეტრის სიმავლის. ისინი იმდენად დიდია, რომ ახალი კარიერების გახსნა გახდა საჭირო, რათა საკმარისი ქვა და ხრეში მოეპოვებინათ მშენებლობისთვის. მასალებიც განსაკუთრებულია და არაჩვეულებრივი. ბარიერების უმეტესობა დამზადებულია მჭიდროდ შეკრული ბაზალტის ხრეშისგან, რადგან ის უფრო გამძლეა ძლიერი სიცხისა და ლავის სიმძიმის მიმართ. გარედან კი დიდ ქვებს აწყობენ, რათა ადვილად არ დაიშალოს. ასევე ფრთხილად ირჩევენ თითოეული ბარიერის ფორმასა და კუთხეს. მისი მიზანი მხოლოდ ბლოკირება არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ლავის მიმართულების კონტროლი. როდესაც ინჟინრები იციან, სად ბუნებრივად დაიძრება გამდნარი ქანის ნაკადი, შეუძლიათ ის უფრო უსაფრთხო ადგილას მიმართონ. ეს გავს ძლიერი წყალდიდობის მიმართულებაში შეცვლას, წყლის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლია მისი გადამისამართება, რომ სახლები არ დააზიანოს. იგივე პრინციპი მოქმედებს ლავაზეც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც ბარიერები იცავს, არის სვარცენგის გეოთერმული ელექტროსადგური. ეს ობიექტი ძალიან მნიშვნელოვანია ისლანდიისთვის, აქედან მოდის გეოთერმული ენერგიისა და ცხელი წყლის დიდი ნაწილი, რომელსაც მრავალი საზოგადოება იყენებს. თუ ეს დაზიანდება, მხოლოდ ერთი ქალაქი არ დაზარალდება. შესაძლებელია ელექტროენერგიის გათბობის სისტემისა და ცხელი წყლის მიწოდება ფართო ტერიტორიაზე შეიზღუდოს. ამიტომაც მთავრობისთვის დიდი პრიორიტეტია მისი დაცვა, მაგრამ რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ბარიერები, შეუძლებელია მთელი ტერიტორიის სრულად ჩაკეტვა. მაინც საჭიროა გზები ავტომობილებისთვის.
არის მილსადენები, რომლებიც უნდა გაიაროს. საგანგებო სიტუაციების მანქანებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ შესვლა. ამიტომ ბარიერის ზოგიერთ ნაწილში სპეციალური გასასვლელები არსებობს. ჩვეულებრივ დღეებში ისინი ღიაა, მაგრამ ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის თქმით, უკვე მზად არის აღჭურვილობა, რომ ეს ხვრელები სწრაფად დაიხუროს ამოფრქვევის საფრთხის შემთხვევაში. მხოლოდ რამდენიმე საათში შეიძლება მთლიანად შეიცვალოს მთელი დაცვა სიტუაციის მიხედვით. სამუშაო არ მფარდება მაშინაც კი, როცა ამოფრქვევა შეწყდება. სინამდვილეში სწორედ მაშინ იწყება ახალი ანალიზი. მეცნიერები აახლებენ თავიანთ კომპიუტერულ მოდელებს, ისინი არკვევენ, სად გაიარა ლავამ, სად იყო ბარიერი ეფექტური და სად გახდა საჭირო მისი ამაღლება და სად უნდა აშენდეს ახალი დაცვა. შემდეგ მთელი პროცესი თავიდან მეორდება. როცა ახალი ამოფრქვევა ხდება, ისევ ახალი ანალიზი ტარდება, ისევ ახალი მშენებლობა იწყება, ახალი კორექტირება, ეს არის უწყვეტი ბრძოლა, რომელიც შეიძლება ძალიან დიდხანს გააგრძელდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ ისლანდიის ხელისუფლების ანგარიშების მიხედვით, მათი პროგნოზირების ბევრი მოდელი ეფექტური აღმოჩნდა. რამდენიმე შემთხვევაში კომპიუტერული სიმულაცია თითქმის ემთხვეოდა ლავის რეალურ მოძრაობას. ამიტომ მათ უფრო სწრაფად შეუძლიათ გადაწყვიტონ, სად გაგზავნონ ძიმე ტექნიკა და რომელი ბარიერის სიმაღლე გაზარდონ. მაგრამ რამდენადაც კარგი უნდა იყოს ტექნოლოგია, მაინც არის შემთხვევები, როცა არჩევანის გაკეთება გიწევს. ყველას გადარჩენა შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია Blue Laguna. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი ისლანდიაში. 2024 წლის ბოლოს ამოფრქვევების დროს ლავა მის გარშემო რამდენიმე ნაწილამდე მივიდა. ზოგი ადგილი შესწირეს, რათა უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გადაერჩინათ. Reuters-ისა და ისლანდიის ხელისუფლების მიხედვით, ახალი ბარიერების მთავარი მიზანია გეოთერმული ელექტროსადგურისა და ძირითადი შენობების დაცვა. საპარკინგო ტერიტორია პრიორიტეტი არ არის, მანქანების შეცვლა უფრო ადვილია ვიდრე გეოთერმული სადგურის დაკარგვა, რომელიც უამრავ ადამიანს ენერგიით ამარაგებს. ეს აჩვენებს, რომ კატასტროფის დროს რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ყველა ქონების გადარჩენა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა, რომელსაც ვერც ყველაზე მაღალი ბარიერი ვერ შეაჩერებს. როდესაც ახალი ბზარი პირდაპირ ქალაქის ქვეშ გაჩნდება, ეს ყველა დაცვის ყველაზე დიდი შეზღუდვაა. თუ მაგმა პირდაპირ სახლებისა და გზების ქვეშ ამოვა, ვეღარაფერი ბარიერი ვეღარ შეაჩერებს მას. აი რატომ არ არის ისლანდიის მზადება მხოლოდ კედლების აშენებაზე ორიენტირებული? ისინი ასევე მუდმივად აუმჯობესებენ მთელ ინფრასტრუქტურას. მათ აქვთ გეგმები, რომ ზოგიერთი გადამცემი ხაზი უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიტანონ, ზოგიერთი მილსადენი კი მტკიცე ქანებშია ჩაფრული. არსებობს ძირითადი გზები, რომლებიც თავიდანაა გადაკეთებული, რათა ამოფრქვევის შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტები უფრო მარტივად იყოს ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მკვლევარები ხელოვნურ ნუთვის ინტელექტსაც იყენებენ, რათა უფრო სწრაფად იპოვონ ალტერნატივები. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მკვლევარები უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს არის უზარმაზარი მონაცემები სატელიტებიდან, GPS სადგურებიდან, სეისმური სენსორებიდან და ყველაზე დიდი შეზღუდვა ისაა, რომ ჯერ კიდევ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს შემდეგი ამოფრქვევის დრო. მაგრამ ეს ხელს უწყობს ამოფრქვევის ნიშნების უფრო სწრაფად აღმოჩენას. მაგრამ ეს ხელს უწყობს ისეთი ნიმუშების აღმოჩენას, რომლებიც ადამიანს შეიძლება თავიდანვე შეამჩნიოს. რადგან ისლანდიაში ხშირად ხდება ასეთი მოვლენები, ბევრი ქვეყანა ეძებს ალტერნატივებს, ვულკანოლოგებისა და კატასტროფების ექსპერტების თქმით, იშვიათია ისტორიაში ისეთი თანამედროვე ქვეყანა, რომელსაც უწევს ცხოვრება მუდმივი ვულკანური კრიზისის პირობებში და ამავე დროს აგრძელებს ეკონომიკისა და ქალაქების ფუნქციონირებას. თუ ისლანდიის ნაბიჯები წარმატებული იქნება, ეს შეიძლება გახდეს მოდელი სხვა ქვეყნებისთვის, სადაც მომავალში აქტიური ვულკანებია. მაგრამ საბოლოოდ ერთი რამ ნათელია, ადამიანი ვერასდროს შეაჩერებს დედამიწის მოძრაობას. ჩვენ არ შეგვიძლია ტექტონიკური ფირფიტების შეჩერება. ჩვენ არ შეგვიძლია მაგმას უბრძანოთ გაჩერდეს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ შევისწავლოთ ბუნება, გავიგოთ მისი გაფრთხილებები და გამოვიყენოთ მეცნიერება ზიანის შესამცირებლად. 1000 წლის განმავლობაში ისლანდია ყალიბდებოდა ცეცხლით, რომელიც მოდიოდა პლანეტის სიღრმიდან. და როგორც ჩანს, ეს მალე არ დასრულდება. როდესაც ახალი რეიკიანესის ვულკანური ციკლი გრძელდება, ისლანდია წინაშე დგას გამოწვევის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა მხოლოდ რამდენიმე წელი, არამედ მრავალი ათასწლეული. Hindi lang ng ilang taon, kundi ng maraming ეს არ არის უბრალოდ ვულკანის ისტორია, ეს არის ისტორია ქვეყნისა, რომელიც ყოველდღე ცდილობს გაუმკლავდეს ბუნების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას. და ყოველი ახალი ამოფრქვევისას ერთი რამ კვლავ და კვლავ მტკიცდება. ადამიანს არ შეუძლია დედამიწის კონტროლი, მაგრამ მეცნიერების, მომზადების და სწორი გადაწყვეტილებების დახმარებით შეგვიძლია მეტი სიცოცხლის გადარჩენა, მაშინ როცა ჩვენი სამყარო განაგრძობს მოძრაობას.